რასაც თურქეთში ათეულობით წელი დასჭირდა, საქართველოში ზუსტად 2 წელიწადში მოხდა. ევროპარლამენტში ქართული ოცნების რეჟიმის მხილების სერია გრძელდება. დღეს არაერთმა ევროპარლამენტმა პარლამენტარმა ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის რუსულ ბუნებასთან დაკავშირებით და ტოლობის ნიშანი დასვას ევროდეპუტატებმა ივანიშვილსა და ბელორუსისა და პუტინის რეჟიმებს შორის. საქართველო გახდა ყველაზე ინოვაციური ლაბორატორია, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის იმისთვის, რომ გააჩუმოს თავისუფალი სიტყვა და ჩაახშოს დემოკრატია საქართველოში. ქართული ოცნება არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც იმართება რუსეთის მიერ. ეს განცხადებები მოვისმინეთ დღეს ჩვენ ევროპარლამენტიდან, იმ დროს, როდესაც ევროდეპუტატები მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. Georgia is among საქართველოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყოველთვის თავისუფლების მოყვარე და ბედნიერი იყო. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის იმის დანახვა, რომ ეს ქვეყანა ახლა შიშის სულისკვეთებით იმართება, ანტილიბერალიზმის სულისკვეთებით და უკან მიდის. ამ ყოველფრის სამიზნე გახდნენ სამოქალაქო საზოგადოება, მედია და უმცირესობები. საქართველოს ასე უწოდებდი ყველაზე ინოვაციური ლაბორატორია გახდა, როგორ უნდა ჩაახშო თავისუფლება ახალი გზებით. ეს ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას. I attended one of Mzia's მე დავესწარი მზიას ერთ-ერთ უსამართლო სასამართლოს ხდომას. ჩვენი თავისუფლება ეყრდნობა პრესის თავისუფლებას და ეს არ უნდა შეიწყუდოს. მზია წარმოადგენს ყველაფერს, რისიც ავტორიტარულ მთავრობას ეშინია, სიმართლეს, სიმამაცეს, რწმენას, რომ ჟურნალისტიკას ისევ შეუძლია დემოკრატიის დაცვა და მისი დაპატიმრება არ არის მხოლოდ მის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, რომ საქართველოს მომავალი არის ევროკავშირის გვერდით. ეს არ არის მხოლოდ პათეტიკური სიტყვები, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და ყოველდღე იბრძვით ამისთვის. მზია უარს ამბობს გაჩუმებაზე, ისევე როგორც ჩვენ. ეს кейსი აჩვენებს, რა მიმართულებით მიდის საქართველო. ეს არის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც არის რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს არის დემოკრატიის სწრაფი უკუსვლის პროცესი. იმის გასააზრებლად თუ რა მასშტაბია, რაც მოხდა საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში, მაგალითად თურქეთში თითქმის 10-12 წელი დასჭირდა იგივეს. პოლიტიკა ასეთია: მედიის თავისუფლების შეზღუდვა, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა სხვადასხვა კანონების საშუალებით. მაგრამ კარგი ისაა, რომ ყველა, ვისაც წინა კვირაში შევხვდით, ამბობს, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას და არტოვებენ ქვეყანას. კარგი მაგალითი იყო გასული კვირის მოვლენები. ძალადობის სურათის შექმნის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ემუქრებოდა ხალხს, ისინი დაბრუნდნენ რუსთაველზე კვირასაც და ორშაბათსაც. ეს კარგი ამბავია. გამძლეობა, მდგრადობა ქართულ საზოგადოებაში ჯერ ისევ ცოცხლობს. თავისუფლება გისოსებს მიღმა, ასე ქვია დისკუსიას, რომელიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტში იმართება. ამ ღონისძიებას დაესწრო დისტანციურად სალომე ზურაბიშვილიც, სადაც მან ისაუბრა, რა მეთოდებით ებრძვის დღეს ქართული ოცნება საკუთარ მოქალაქეებს, როგორც ცდილობს თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და თავისუფალი მედიის განადგურებას. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის დაიწყო 2 წლის წინ და გაგრძელდება იქამდე, სანამ ქვეყანაში არ იქნება თავისუფლება, თავისუფალი მედია და სრული დამოუკიდებლობა. მზია იმ მშვიდობიანი ბრძოლის სახეა, რომელიც ქვეყანაში საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად სამოქალაქო თავისუფლებებისა და პრესის თავისუფლების დასაცავად მიმდინარეობს. და თუ დღეს არსებობს რამე, რაც ყველაზე მეტად საფრთხეშია, ეს პრესის თავისუფლებაა. მედიის თავისუფლება პირდაპირ დარტყმის ქვეშაა. პირველ რიგში რეგიონული მედია საშუალებები, რომლებიც ყველაზე მარტივად ხდებიან თავდასხმის ობიექტები, რადგან ყველაზე პატარები და რესურსების გარეშე არიან. შემდეგ უკვე ძირითადი ოპოზიციური, ან უფრო ზუსტად დამოუკიდებელი არხები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ცენზურისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის სამიზნეები გახდნენ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე დამოკიდებული ვართ თავისუფალ ინფორმაციაზე, რათა განვაგრძოთ ჩვენი ბრძოლა საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად და რუსეთის გავლენისა და ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, რომელიც უკვე 316 დღეა მშვიდობიანი პროტესტის სახით მიმდინარეობს და რომელიც 2 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო და მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოში არ დაბრუნდება თავისუფალი მედია, თავისუფლება და დამოუკიდებლობა თავის ევროპულ გზაზე. ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბების გამო ევროდეპუტატები ივანიშვილის რეჟიმის დასჯას ითხოვენ და დღეს ბრიუსელიდან კიდევ ერთხელ მოუწოდეს ევროკავშირს სანქციები დაუწესონ ოლიგარქის გუნდს.